ბატონო ადა, გისმენთ. მადლობთ, ადა მარშანია. ძალიან მაინტერესებს უფრო კონკრეტულად ეგება და ვისაუბროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვების უფლებების დარღვევისას. ვიცით ჩვენ რომ ბევრი ფაქტია, როდესაც სკოლაში მიმავალი ბავშვები აყვანილია, ხან ვერ გაიგებიქ პოლიცია, საჯარის ფორმირების წარმომადგენელი ვერ გაიგებ 1000 ჯულის შეიარაღებული სტრუქტურები ამჟამად აფხაზეთში და ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია მომწიფდა მდგომარეობა, როდესაც ჩვენ რაღაცნაირად უფრო სერიოზულად უნდა მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, განსაკუთრებულად EUTHOS, რომ უმსგავსობა და პირდაპირ თქვათ არის სკანდალი, როდესაც EUTHOS მონიტორინგის ჯგუფი ვერ შედის აფხაზეთში ამდენი წლის განმავლობაში. რაღაცა უნდა ვიღონოთ ამ მიმართულებით. ჯერ ერთი EUTHO იქენა რომ გაძევებულია თავის თავად არის სკანდალი და ამდენი წლის განმავლობაში ვერაფრით ვერ ხერხდება მათი მისიის იქ ყოფნა. აი ეგება და ვინ არის ამ საკითხით განსაკუთრებულად დაკავებული და რას ვწერთ ჩვენ ამ ანგარიშში და რას დასკვნის სახით რას ვთავაზობთ და რას ვითხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. მადლობთ. გირჩევნიათ რომ კითხვები დაისვას ყველა და შემდეგ უპასუხოთ.